ქუთაისის 33 საჯარო სკოლაში ინოვაციური სივრცე STEM ლაბი გაიხსნა. STEM სივრცის გახსნის შემდეგ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე საკონკურსო პროექტებს გაეცნო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. 33 საჯარო სკოლის ახალ STEM ლაბს გადაეცა პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის სასწავლო, სამეცნიერო, ქარის ენერგიის ნაკრებები. ინოვაციური სივრცეები აღიჭურვა სპეციალური ავეჯით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეულ 13 საპილოტო სკოლაში მოეწყო STEM ინოვაციური სამუშაო სივრცეები. იმყოფებით 33 სკოლაში, სადაც დღეს მოვინახულე კონკურსი მომავლის საქართველოსთვის შექმნილი STEM ნამუშევრები, რომლებიც სკოლის ბავშვებმა და მოსწავლეებმა შეიმუშავეს, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ის ნამუშევრები, რაც დღეს ვიხილეთ და ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვებისში ინტერესის გაღვივებას STEM მიმართულებით, მოტივაციის გაზრდას. არაფორმალური განათლებით შეუძლიათ დაეუფლონ STEM-ის ძირითად მეცნიერებებს, ეს არის ინჟინერია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ზოგადად მეცნიერებას. ჩვენ სკოლაში არა მარტო კლუბური მუშაობის ფარგლებში, ასევე STEM-ი და ფართოდ დანერგილია საგაკვეთილო პროცესში და ამის გამოფენაც გვქონდა დღეს. ვარ საქართველოს რობოტიკის ნაკრების წევრი, ჩართული ვარ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. შესაბამისად, მსგავსი შესაძლებლობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვქნი არაერთ პროექტს, რომელიც ეხება მდგრად განვითარებას STEM-ს და ესე ვთქვათ, ამ მეცნიერულ საგნებს.